დილამშვიდობისა. საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანი. Როგორც ყოველთვის ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და მიმდინარე კვირასაც სწორედ ამ თემით ვიწყებთ. თემით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერ საზოგადოებაში, ყველაზე ფასეულია, როგორც ადამიანის სიცოცხლე და როგორც მთავარი ღირებულება თავად ადამიანი ნებისმიერ საზოგადოებაში. ამას ეძღვნება ყოველთვის ჩვენი გადაცემა და ამას ემყარება ჩვენი გადაცემის კონცეფცია. დღევანდელი დღე, როდესაც კონკრეტულ თარიღთან არის დაკავშირებული, თავისი სათქმელით არ იქნება გამონაკლისი, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, ჩვენ საუბრობთ ადამიანის თავისუფლებაზე, როგორც მთავარ ფასეულობაზე, ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე თავად ადამიანისთვის. და თუ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, შესაბამისად ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, რადგან ჯანმრთელობა გახლავთ თავისუფლება, ხოლო ავადმყოფობა შეზღუდული თავისუფლება. სწორედ ამის გათვალისწინებით ჩვენი ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა გულისხმობს იმას, რომ დიახ, ჩვენი სხეული არ არის მხოლოდ ადამიანი. ანუ სხეულზე გაცილებით მეტია და აღმატებულია თავად ადამიანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვჭირდება ფიქრი და ყოველდღიური ზრუნვა ჩვენი სხეულის ფიზიკურ მდგომარეობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია ყველა უჯრედის მომარაგება ჟანგბადით და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით. ეს სისხლის მეშვეობით ხდება და სისხლის გადაადგილებისათვის ჩვენს ორგანიზმში გვაქვს სისხლძარღვები. გვაქვს არტერიები, გვაქვს ვენები და ყოველწლიურად ჩვენ როდესაც ვენებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული ყურადღებით ვსაუბრობთ იმ თარიღებთან მიმართებაში, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწორედ ვენების ჯანმრთელობას. დიახ, დღეს ჩვენს გადაცემაში ტრადიციულად იხსნება კვირეული, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის საყურადღებო და ეს კამპანია არის მნიშვნელოვანი არა უბრალოდ ვენების არსებობის შესახსენებლად, არამედ იმიტომ, რომ თქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ ამ კვირეულის განმავლობაში ვილაპარაკოთ ზოგადად ვენების დაავადებებზე, ვენების ჯანმრთელობის რისკზე, ვენების ჯანმრთელობასთან ასოცირებულ სხვადასხვა პრობლემაზე, რომელიც ჩვენს ორგანიზმში არის გასათვალისწინებელი. და მე სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც მრავალი წლის წინ დაიწყო ჩვენს გადაცემაში. არ დაგვირღვევია მოვლენების მიუხედავად და ყოველთვის საყურადღებოა ყოველწლიური ახალი სათქმელი, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველოში ეს კვირეული ტრადიციულად ჩვენს გადაცემაში იხსნება და დროის ათვლა სწორედ ჩვენს გადაცემაში იწყება ხოლმე იმის სათქმელად, რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის რისკები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეგვიძლია ჩვენი ცოდნით არა უბრალოდ ვენების დაავადებები ავიცილოთ თავიდან, არამედ უამრავი სირთულე, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას შეიძლება წინ დაბრკოლებად აღემართოს. აი ასეთ შემთხვევაში მე მინდა გაგახსენოთ ის კამპანიური ფოტოები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის ნაწილი კი არ არის, არამედ შეხსენებაა იმისა, რომ სისტემატურად ამა თუ იმ პრობლემაზე საუბარი მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საზოგადოების ცნობადობა განსაზღვრავს საზოგადოების დღეგრძელობასაც და საზოგადოების ცხოვრების ხარისხსაც, რადგან ცოდნას ჩვენ ვიყენებთ უკეთესი ჯანმრთელობისთვის, უკეთესი სიცოცხლისთვის, უკეთესი ცხოვრების ხარისხისთვის. მოდით გავიხსენოთ ჩვენი გადაცემის ისტორიიდან კიდევ რამდენიმე ფურცელი. ძალიან საპატიოა ჩვენთვის, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიება, სოფლიო კვირეული, საერთაშორისო კვირეული იწყება სწორედ ჩვენი გადაცემიდან და ჩვენ საზოგადოებას მართალია პირველად არ ვესაუბრებით ვენური დაავადებების და ვენების პრობლემებზე, მაგრამ განსხვავებულია დღევანდელი შეხვედრა, იმიტომ რომ რამდენიმე პრობლემას მოუყრით თავს ერთი კვირის მანძილზე და ეს იქნება საშუალება საზოგადოებისთვისაც არა მხოლოდ ინფორმაცია მიიღონ, არამედ მიიღონ ხარდაჭერა ექიმებისაგან. ეს მსოფლიო ინიციატივა, რომელიც გაგრძელდება მთელი კვირის განმავლობაში, სწორედ იწყება ამ გადაცემით. პირველ რიგში მინდა გადმოგცეთ ატრიბუტი აქსესუარი ამ კამპანიას. თქვენ უკვე გაქვთ ასეთი ნიღბები და ახლა მეც მექნება. მადლობა. როდესაც ვამბობთ, ვიწყებთ კვირეულს, რას ვაკეთებთ? რაში ვლინდება ჩვენი აქტივობა და რას ემსახურება ეს კვირა, რას დაეთმობა? მოდით ამაზეც ვისაუბროთ.
და რატო ეს ვენების კვირეული? ნუ სიზაღოვანი პათოლოგია ძალიან ბევრი არსებობს მოგეხსენებათ, მაგრამ ვენური სისტემის პათოლოგიას მიენიჭა ესეთი განსაკუთრებული ადგილი. იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოფლიოს მრავალ ქვეყანაში უზარმაზარი სამუშაო მიდის იმისთვის, რომ ვენების დაავადების საერთოდ ცუდი ფორმების, შორსწასული ფორმების პრევენცია მოხდეს, მიუხედავად ამისა, ზრდასრული მოსახლეობის 60-დან 70%-მდე აქვს ქრონიკული ვენური დაავადების ასე თუ ის ფორმა. ეს აქტივობები, რომელსაც მთელი კვირის განმავლობაში მოიცავს რაღაც ბევრი სისტემა, მიმართულია ერთი რაღაცისკენ, რომ ამ დაავადების ცნობადობა გაიზარდოს. დღეს ჩვენს ეთერში გაიხსნება ვენის კვირეული. ვენის კვირეული, რომელიც ჩვენი ეთერისთვის უკვე ტრადიციული გახდა. ოსკარ მოტინიმ უნდა გადმოგცეს ჩვენ ქართულ მხარეს უკვე დროშა მსოფლიო ფლებოლოგთა კონგრესის და ეს გახსნა იქნება უკვე ორწლიანი ციკლის 20 წლების განმავლობაში ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მსოფლიოს ჩვენი დარგის წამყვანი სპეციალისტები უკვე ჩამოვიდნენ 2007 წელს საქართველოს დედაქალაქში. დღევანდელი ჩვენ შეხვედრა მე უკვე გითხარით, რომ ტრადიციულია და ჩვენი სტუმრებიც თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ექიმები ბრძანდებიან. სწორედ მათთან ერთად გავაგრძელებ საუბარს და წარმოგიდგენთ ფლებოლიმფოლოგიის მსოფლიო კავშირის პრეზიდენტს, რომელიც გახლავთ სისხლძარღვთა ქირურგი პროფესორი ბატონი ზაზა ლაზარიშვილი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელს, ამავე უნივერსიტეტის პროფესორს, სისხლძარღვთა ქირურგს ბატონ მამუკა ბოკუჩავას. დილამშვიდობისა ბატონებო. სასიამოვნოა, როდესაც ჩვენ არ ვარღვევთ ტრადიციას და კიდევ უფრო სასიამოვნოა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ ეს კვირეული საერთაშორისო კვირეული საქართველოში დაიწყო და დაიწყო ამ წუთებში ჩვენს გადაცემაში თქვენი სტუმრობით. ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ გავახსენოთ საზოგადოებას, რატომ ვუბრუნდებით ამ თემას სისტემატურად და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ პროფესიონალები მთელ მსოფლიოში თემისადმი ყურადღების გასაძლიერებლად ასეთ კვირეულს ატარებენ. მოგესალმებით. 6 წლის წინ ფლებოლიმფოლოგიის განვითარების გლობალურმა ფონდმა წარმოაჩინა ესეთი ინიციატივა, რომ შექმნილიყო ვენური კვირეული, რომელიც აპრილის დასაწყისში იქნებოდა ყოველთვის და საქართველოს ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ ინიციატივას შეუერთდა და ალბათ ყველას გვახსოვს, როდესაც პირველი ესეთი გადაცემა და პირველი თქვენთან სტუმრობა ამ მიზნით იყო მაშინ კოვიდის პერიოდში. ნიშნულობა ძალიან დიდია, იმდენად რამდენადაც მოსახლეობის ავადობა არის პლანეტის 50%-ზე მეტი ადამიანი დაავადებული და მუდმივად საჭიროებს განვითარება ამ დაავადების არ ხდება. ვინაიდან იგი გრავიტაციასთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე ყოველთვის საჭიროა მაქსიმალური ყურადღების მიღწევა, რომ არ გაღრმავდეს ეს დაავადება. ეს გლობალური ფონდი ძალიან აქტიურად არის დღესდღეობით წარმოდგენილი, დღესდღეობით არის ჩართული დაახლოებით 90 ქვეყანა უკვე და ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი აქ რაც არის ვენური და ლიმფური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლება. ჩვენ გასულ წლებშიც აქტივობები ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართული როგორც ლოკალური აქტივობების გამართვაში, ასევე საერთაშორისო ღონისძიებების მონაწილეობაში და წელს ასევე მაქსიმალურად გვინდა რომ ქართველი ექიმები ჩაერთონ როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ვებინარებში და ონლაინ პროექტებში, რომელიც ამ კვირის განმავლობაში იქნება, თუმცა ამ კვირა თქმა უნდა არ შემოისაზღვრება ამ კვირით და გრძელდება მერე გაზაფხული განსაკუთრებით დატვირთული პერიოდია ვენური და ლიმფური დაავადებების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ სწორედ უკვე გაზაფხულზე
განსაკუთრებული ყურადღებით არის საუბარი იმაზე, რაც ხშირად ზაფხულში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მე პრობლემას გულისხმობ, თუმცა მე მაყურებელს თხოვ მიაქციოს ყურადღება, რომ დღეს ჩვენ ლაპარაკობთ არა უბრალოდ თემაზე, არამედ მასპინძლობთ ადამიანებს, რომლებიც მსოფლიოში ამ თემასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს პრაქტიკულად ხელმძღვანელობენ. და თუ ჩვენ ლაპარაკობთ ამ თემაზე, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი სიამაყით ვამბობთ, რომ სწორედ ქართველი ექიმები იყვნენ ინიციატორები იმისა, რომ მსოფლიო რუკაზე ვენურ დაავადებებთან და ვენური დაავადებების მართვასთან დაკავშირებით საქართველოს აღმოჩნდა ერთ-ერთი მთავარი წერტილი, თქვენი პოზიცია, როგორც აი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის და მე მახსენდება ბატონი მამუკას გამოსვლა საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული მოხსენება, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ ისევე როგორც თქვენმა ყოველდღიურმა მუშაობამ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიღებულიყო და 2027 წელს საქართველო ქცეულიყო მასპინძელი ქვეყანა. ეს არის უზარმაზარი მნიშვნელობის მოვლენა პროფესიული თვალსაზრისითაც და თავად ქვეყნის ცნობადობისთვისაც. რას ნიშნავს 2027 წლის მსოფლიო კონგრესი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისათვის? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ვენებთან დაკავშირებით მთავარ საკითხებზე მთელ მსოფლიოში იქნება სწორედ თბილისში და საქართველოში საუბარი. კიდევ ერთხელ მოგესალმები, დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მასპინძლობისთვის. ეს ყოველწლიური ტრადიცია გრძელდება. მივესალმები მაყურებელს და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმიტომ შარშანდელი ჩვენი შეხვედრის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთი ეტაპი გავიარეთ ამ დიდი მარათონის, რომელიც 2027 წლისთვის აღგვაქვს ჩვენი გასავლელი. კერძოდ შარშან 2 წელიწადში ერთხელ იმართება მსოფლიო კონგრესი, ეს კონგრესი გაიმართა ბუენოს-აირესში, არგენტინაში და ნუ იქ ქართული დელეგაცია ვითვლებოდით ერთ-ერთ ყველაზე ესეთი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, იმიტომ რომ ესაც დამეთახმება, რომ მოლოდინის თბილისში გასამართი კონგრესის მიმართ ძალიან მაღალია და ყველა ამბობს, რომ აი წინა კონგრესებისგან განსხვავებით, რაღაც მოლოდინი აქვთ ისეთი, რომ თბილისში გამართული კონგრესი იქნება ყველანაირად ყველაზე მაგარი. ამიტომ ჩვენი პასუხისგებლობა რა თქმა უნდა. ჩვენ არ გვეპარება ამაში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ამიტომ პასუხისგებლობა ერთიადჯერ მატულობს ჩვენი. მით უმეტეს თქვენ თვითონაც ბრძანეთ, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში მოგვიწია ჩვენ გამარჯვება, იმიტომ რომ მარტო ერთი კანდიდატი არ ვიყავით და საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ყავდა. და რა თქმა უნდა ეს მზადება უკვე დაწყებულია და ეს 2 წელი უკვე მიდის მუდმივი მზადყოფნა და ყოველთვის არის ამაზე ლაპარაკი, რომ 27 წლის ოქტომბერში, როდესაც თბილისი იქნება მასპინძელი, ყველას მოლოდინი აქვს, არა მარტო სამეცნიერო მხრივ იქნება ეს კონგრესი და ამას ის მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რომ თბილისი ამ კონგრესის გამო და კონგრესის შემდგომ პერიოდში თბილისი და ჩვენი რეგიონი, ამ რეგიონში ჩვენი დედაქალაქი აქ იქნება ჰაბი ეგრეთ წოდებული, აი ამ მიმართულებით, სიზართა პათოლოგიების ამ მიმართულებით, ვენური და ლიმფური დაავადების დარგში, ესეთ ჰაბად, ანუ ცენტრად, საიდანაც იქნება ყველა სიახლის გავრცელება ჩვენს ირგვლივ რეგიონებში, როგორც აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით, ყველა მიმართულებით. თორე ეს არის პირველი პრეცედენტი, რომ როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პირველად იმართება ესეთი დიდი კონგრესი. და მეორე მხრივ ძალიან დიდი მოლოდინი აქვს, რომ არა მარტო სამეცნიერო მხრივ, არამედ კულტურული პროგრამისაც, იმიტომ რომ ამაში ყოველთვის ღიად ვაცხადებდით, რომ თქვენს ბევრჯერ ყოფილიყავთ კონგრესებში, რომ ძირითადად მაინც სამეცნიერო ნაწილზე გადატანილი ყურადღება და შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა ეგრეთ წოდებულ სოციალურ პროგრამას, ხო? ამიტომ ამ მხრივაც ძალიან სერიოზულად მუშაობთ და ვფიქრობთ, რომ აი ეს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს წინა საკონგრესო დღეები, პოსტკონგრესული დღეები და ნუ ეს 5 დღე, რომელიც ძირითადად 4 სამუშაო დღე იქნება კონფერენციის და ცოტა მეტი ხანის გაგრძელდება, ვფიქრობთ, რომ ძალიან დასამახსოვრებელი იქნება ჩვენი უცხოელი კოლეგებისთვის და ველოდებით ძალიან დიდ წარმომადგენლობით დელეგაციებს მთელი მსოფლიოდან, ეხლა სასარო თქოს, მაგრამ ამ და მასში გაერთიანებულია ამ საზოგადოებაში მსოფლიოს 91 ქვეყანა მე მგონი და ნუ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა ჩამოვიდეს და დელეგატების რაოდენობა ალბათ იქნება 1000-დან 1500-მდე თან ცოტა ისეთი პერიოდია შემოდგომის პერიოდი როგორც ეს ისინი ოჯახისებრებთან ერთად მოგზაურობენ ხოლმე ესეთ კონგრესებში ამიტომ ხალხმრავლობა იქნება თბილისში და ასეთ შემთხვევაში
ხშირად ერთი თემა უბრალოდ საბაბი ხდება იმისთვის, რომ სხვადასხვა დარგის პროფესიონალებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი შეხედულებები და გამოცდილება, მით უფრო რომ წლევანდელი თარიღისთვის ჩვენ სიახლეებით მოვემზადეთ. მე ვიცი ამის შესახებ და ამიტომ თავისუფლებას ვაძლევ რომ ვთქვა. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა დარგის გამოცდილების ცოდნის, არა უბრალოდ აღიარება, არამედ შეჯერება იმისთვის, რომ თუნდაც უკეთ მოუვაროთ ვენების პრობლემებს. აი, რა არის ამ კონტექსტში სიახლე, ბატონ ზაზა? რა თქმა უნდა, თავისთავად ფლებოლოგია, ასევე ლიმფოლოგია ეს მულტიდისციპლინური დარგებია, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა პროფესიის და სხვადასხვა კვალიფიკაციის ექიმების აქტიურ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების დროს და ამ დაავადებების მართვაში. ამიტომ მსოფლიო ორგანიზაციამ, ანუ მსოფლიო ფლებოლიმფოლოგიის კავშირმა 2026 წელი გამოაცხადა საერთაშორისო მულტიდისციპლინური თანამშრომლობის წლად. და შესაბამისად ვენური კვირეულიც ამ მიმართულებით იქნება აქცენტირებული. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ჩვენს რეალობაში ძალიან რთული იყო ახლა მოგესალმება და არა მარტო ჩვენთან ესეთი სხვადასხვა დარგის ექიმების ერთ ენაზე ალაპარაკება. მაგრამ სწორედ ამ მიზნით ჩვენ 2025 წელს გარდა ჩვენი დარგობრივი ასოციაციისა დავაფუძნეთ ფლებოლიმფოლოგიის საქართველოს საზოგადოება, რომელიც ღია სხვადასხვა სპეციალობის ექიმებისთვის, ანუ მასში წევრობა არ არის შეზღუდული, ესე ვთქვათ, სიზახვთა მხოლოდ სპეციალისტებით და შესაბამისად ის პირველი ყრილობა, რომელიც იყო ძალიან სხვა შორის უცხო იყო, ბევრი ეგ დამსწრესთვის ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, თქვენ სტუმრები არ ხართ, თქვენ მასპინძლები ხართ, ისევე როგორც ჩვენ და წარმოიჭრა და სხვადასხვა სპეციალობის მიმართულებებით პირველ რიგში აღსანიშნავია ლიმფოლოგიის მიმართულება, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო და ცნობადობა ამ დაავადებების შესახებ ძალიან დაბალია და ეს სამუშაოა ამ თვალსაზრისით, რაც შეეხება ვენური დაავადების მართვაში, აქტიური ჩართულობა იყო როგორც ენდოკრინოლოგების, გინეკოლოგების, კარდიოლოგების, აი ამ შეხვედრაზე იქ შეიქმნა დარგობრივი, ესე ვთქვათ, დარგობრივი მიმართულებები, რომელსაც ზუსტად მართვას აწარმოებს ერთობლივად სხვადასხვა პროფილის ექიმები. და ეს პრობლემა არ არის ჩვენი ლოკალური პრობლემა, საერთო ენის პოვნა ყოველთვის რთული იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის გაიდლაინები ერთ და იგივე ნოზოლოგიასთან, დაავადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ხედვები და ამ ხედვების შეჯერება ერთ-ერთი მთავარია, რომ პაციენტის მართვის და მკურნალობის ეფექტურობა მაქსიმალურად გაიზარდოს. როდესაც ბატონი ზაზა საუბრობდა, რამდენად მნიშვნელოვანია არა ერთი დარგის შიგნით ცოდნა გამოვიყენოთ კონკრეტული პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან უკეთესი მართვისთვის, არამედ შევაჯეროთ ეს ცოდნა სხვადასხვა დარგის გამოცდილებასთან. და თანამედროვე მედიცინა ყოველ ნაბიჯზე ამას ადასტურებს, ამ მიდგომის უპირატესობას ადასტურებს, როდესაც ვერთიანდებით ჩვენი ცოდნით, ჩვენი გამოცდილებით და ეს უკეთესად აისახება პაციენტის ჯანმრთელობაზე. დღეს გვისმენს ახლა ჩვენ მაყურებელი, რომელსაც აქვს მაგალითად ვენებთან დაკავშირებული რაღაც კონკრეტული პრობლემა. ეს მის ჯანმრთელობაზე, მაგალითად სხვადასხვა დარგის ცოდნის გამთლიანება, ვენების ჯანმრთელობას როგორ წაადგება, ის ფიქრობს, ჩემს ვენებს როგორ წაადგება, მე როგორ გამიუმჯობესებს მდგომარეობას. მაგალითად, თუ ამ პროცესში ერთდროულად სხვადასხვა დარგის სპეციალისტი იქნება ჩართული. ნუ ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ ხაზაზე საუბრობთ სწორედ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ციკლი ჩვენ დავიწყეთ, ანუ ესეთი მულტისპეციალისტების, ანუ მულტიდისციპლინარული მიდგომის და ესეთი შეხვედრები ძალიან საკმაოდ ხშირი გვაქვს მთელი საქართველოს მასშტაბით. ძირითადად ხვდებით მაინც ზოგადი პროფილის ექიმებს და ყოველთვის როცა ვსვავთ შეკითხვას, ანუ წარმოიდგინეთ ერთი პაციენტი, თქვენს კოლეგამ ზანდებით და ახლა ბუნებრივია ალბათ ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს ძალიან ძნელია იპოვა ერთი პაციენტი ისეთი მაინც, რომელსაც ჰქონდეს მხოლოდ ერთი დაავადება.
პაციენტი აქვს მულტიმორბიდული დაზიანება, ბევრი პრობლემა ერთდროულად. სხვადასხვა პრობლემაა, მათ შორის ვენური უკმარისობაც არის ერთ-ერთი მათგანი, შეიძლება იყოს არტერიული ჰიპერტენზია, შეიძლება იყოს გულის უკმარისობა, შეიძლება იყოს დიაბეტი. ვენური უკმარისობა ყველაზე ხშირად ამ კომბინაციაში შეიძლება. ხო, აი ხა ესეთი შეხვედრები, რაზეც გქონდა ხა საუბარი, რამოდენიმე სპეციალობის ექიმი წარმოადგენთ ეს თემას, იქ ძირითადად მოდელი და ფორმულირება ამ შეხვედრების არის, რომ არის შექმნილი ესეთი მოდელირებული პაციენტი, თქვათ, რომელსაც აქვს რამოდენიმე დარგის რეალური პაციენტი, რომელიც ყოველთვის არსებობს, არ არის რაღაცა განსაკუთრებული პაციენტი, რომელსაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, აქვს არტერიული ჰიპერტენზია, აქვს გულის უკმარისობა, აქვს თითქმის უკმარისობა და აქვს ვენური უკმარისობა. თქვათ, ესეთი პათოლოგია შეიძლება რაღაც ნევროლოგიური პრობლემები და აქ არის მნიშვნელობა, ხა წარმოიდგინეთ ესეთი პაციენტი, როდესაც მიდის ექიმთან და ყველა სპეციალობის ექიმი აქ ამ მულტიდისციპლინარული მიდგომის იდეა რაში მდგომარეობს, რომ მაქსიმალურად პაციენტის სიცოცხლის ხარისხი იქნას გაუმჯობესებული. არა მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ პაციენტმა დამყოლი იყოს დაავადების მკურნალობის მიმართ და დაუჯეროს ექიმს, არამედ მაქსიმალურად ისეთი მკურნალობა შეუჩიოთ, რომ პაციენტს არ ქონდეს დღის განმავლობაში თქვათ 30 წამალი მესაღები, ხო? ანუ ოპტიმიზირებული იყოს, იმიტომ რომ დახმარების მენეჯმენტის ოპტიმიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ეს ყოველთვის არის ესეთი ცნობილი და სხვა შორის ამ შეხვედრებში ფსიქოლოგები ჩართული ყავს. შენ და აი ეს ფსიქოლოგიური პაციენტის განწყობაც აი სხვადასხვა სპეციალობის ექიმების რჩევების მიმართ როგორი იქნება და დამყოლობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ის რომ ეს წელი გამოცხადებულია ოფიციალურად ამ საზოგადოების მიერ როგორც სოფლიო მასშტაბით პაციენტის მიმართ მულტიდისციპლინარული მიდგომის წელი ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ ეს ერთი ამ წელით არ შემოიფარგლება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სწორედ ამ სამუშაო კვირის ამ ვენური კვირაულის იმაში პირობებში ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს ესეთი საკმაოდ დიდი შეხვედრა მულტიდისციპლინარული და სადაც რომელიც ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, ძალიან აქტიური ჩართულობა არის ჩვენი კოლეგების მხრივ და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო მიმართულება, რაც საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა პაციენტებს წაადგებათ. დარწმუნებული ვარ ჩვენი საუბარით ამას ემსახურება რაღაცის თქმა გნებავდა ბატონო. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ეს რომ სოფლიო კავშირი, ფლებონებოლოგიის სოფლიო კავშირი ამჟამად მუშაობს მენჯის ვენური დარღვევების ახალ გაიდლაინზე. ოღონდ ეს გაიდლაინი ასევე არ იქნება მხოლოდ ამ ორგანიზაციის მიერ შექმნილი, არამედ თანამშრომლობა ძლდება მეანგინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციასთან და ასევე ევროპის ინტერვენციული რადიოლოგიის საზოგადოებასთან. ანუ აქაც სხვადასხვა დარგის თქმა უნდა აუცილებლად, იმიტომ რომ მონაწილეობა ასე თუ ის ყველა მონაწილეობს ამ საქმეში, პირველ რიგში დიაგნოსტიკაში, შემდგომ უკვე მართვაში ამ პაციენტის და აუცილებელია რომ შეთანხმებული იყოს ტერმინოლოგია, შეთანხმებული იყოს მიდგომების და შეთანხმებული იყოს ზოგადი მენეჯმენტი დაავადების და ეს ერთი ძალიან კარგი მაგალითია. და ჩვენს ლოკალურად ესე ანალოგიური თანამშრომლობა გვაქვს ადგილობრივ შესაბამის საზოგადოებებთან. უნდა გავამხილო, რომ ასეთი შემოთავაზება მეც მივიღე და სიამოვნებით ვარ ამ პროცესში ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გამთლიანებაზე, ხედვისა და ცოდნის გამთლიანებაზე ყოველი პაციენტის ინტერესისთვის. რაც შეეხება თქვენ მენჯის ღრუს პრობლემები ახსენეთ, მაყურებელს ალბათ კარგად ახსოვს ჩვენი გადაცემის მაყურებელს ჩვენ მთელი გადაცემა დავუთვენთ ამას და რასაკვირველია ამ თემებს ჩვენ დაუბრუნდებით. თუმცა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ეს იყო კამპანიური შეხვედრა იმის შესახსენებლად, რამდენად მნიშვნელოვანია ჯერ ერთი ცნობადობის ამაღლებისათვის სისტემატურად დაუბრუნდეთ ამ საკითხს, თუნდაც კვირეულის ფარგლებში ერთხელ მაინც შევხვდეთ და საზოგადოებას მოუყვეთ ამ საკითხებზე და გავითვალისწინოთ, რომ ერთი ადამიანის ნებისმიერი პრობლემა იმსახურებს იმას, რომ ბევრი სხვადასხვა სპეციალობის ექიმი გაერთიანდეს და საერთოდ ცოდნით ცადოთ ამ პრობლემების გადაჭრა. დიდი მადლობა კოლეგებო დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ეს კამპანია სწორედ ჩვენი გადაცემით იწყება და არასდროს არ ღვევთ ამ ტრადიციას მიუხედავად ვითარებისა. თუმცა ჩვენ მოუთმელად დაველოდებით ყველა იმ ღონისძიებას და ჩვენი გადაცემა რასაკვირველია იქნება ყველა კუთხით მხარდაჭერი იმ ძალიან მასშტაბური მოვლენისა, რომელიც 2027 წელს გველოდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს არა როგორც
მხოლოდ პროფესიულ კერას, მნიშვნელოვან პროფესიულ კერას, არამედ როგორც კულტურულ ფენომენსაც აღმოაჩენენ თქვენი დამსახურებით ჩვენი ქვეყნის სტუმრები. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, სისხლძარღვთა ქირურგი ბატონი მამუკა ბოკუჩავა და ფლებოლიმფოლოგიის მსოფლიო კავშირის პრეზიდენტი, სისხლძარღვთა ქირურგი პროფესორი ბატონი ზაზა ლაზარიშვილი. მე ჯერ არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. ალბათ არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ კვებას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სისხლძარღვების ჯანმრთელობისათვის. ასე ხდება, როდესაც ყველა დეტალზე ჩვენ ცალ-ცალკე ვსაუბრობთ, ყველა ორგანოზე, ყველა ქსოვილზე გვაქვს სათქმელი კვებასთან მიმართებაში, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ სისხლძარღვებზე, რომელთა მეშვეობით, მაგალითად საკვებითა და საკვები ნივთიერებებით და ჟანგბადით დატვირთული სისხლი მიდის დანიშნულების ადგილას და შემდეგ უკვე გადამუშავების პროდუქტები უკან ბრუნდება იმისთვის, რომ ხელახლა გაიწმინდოს ჩვენსავე ორგანიზმში, აი ამ სისხლძარღვებს განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდებათ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ იცის ფართო საზოგადოება. მაგრამ თუ ჩვენ ცალკე გამოვყოფთ ვენების ჯანმრთელობას, აქ ბევრი სათქმელი გვაქვს ნამდვილად და თანამედროვე მედიცინამ დღეს უკვე ძალიან ბევრი რამ იცის დანამდვილებით და მტკიცებით დადასტურებულია, რომ მაგალითად ცხოვრების წესის ნებისმიერ ფაქტორს შეუძლია როგორც კეთილმყოფელი, ასევე საზიანო გავლენა იქონიოს ვენების ჯანმრთელობაზე. მაგალითად, თუ ჩვენ საუბრობთ ზოგადი ჯანმრთელობისათვის, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ეჭვი არ გეპარებათ, რომ სისხლძარღვების ჯანმრთელობას ძალიან სჭირდება ფიზიკური აქტივობა. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ეს ვენების შემთხვევაში, რადგან არტერიებისგან განსხვავებით ვენებს თავისი კუნთები არ აქვს და მხოლოდ კუნთების გააქტიურება დამოუკიდებლად ჩვენი ძვალსახსართა სისტემისა და კუნთოვანი სისტემის ჰარმონიული გააქტიურება გვაძლევს საშუალებას, რომ შესაბამისი ვენები მოვიყვანოთ მოქმედებაში და უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ამ ვენების გასწვრივ სისხლის გადაადგილებას შევუწყოთ ხელი. ჩვენ თვითონ, ჩვენ მიერ დაგეგმილი სწორი ფიზიკური აქტივობით. ამიტომ ფიზიკური აქტივობა, რომ ვენების ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს არავის აღუძრავს. ისევე როგორც ცხოვრების წესის სხვა ფაქტორები, მაგალითად, ძილის და კვების რეჟიმი. გასაგებია, რომ ფიზიკური აქტივობის რეჟიმის შემთხვევაში სისხლძარღვი შეიძლება დაზარალდეს. არასათანადო დატვირთვა, ან გადაჭარბებული, არაადეკვატური დატვირთვა. ეს ადვილად აღსაქმელია, მაგრამ რატომ შეიძლება ძილი იყოს ასეთი მნიშვნელოვანი? აღმოჩნდა, რომ ის საერთო წონასწორობა, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და მათ შორის ძილზეც ბევრად განსაზღვრავს სისხლძარღვების მდგომარეობას. რასაკვირველია, ეს არტერიებზე უფრო მძაფრად აღიქმება და გავლენას ახდენს უფრო სერიოზულად, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ საერთო მდგომარეობაზე გავლენის დამსახურებით ვენებზე არასრულფასოვანი ძილის რეჟიმის დარღვევის გავლენაც ასევე საგრძნობია. კვების რეჟიმს რაც შეეხება, მე ვისარგებლებ შემთხვევით და კვებასთან დაკავშირებით იმ სამ მთავარ გასაღებს გაგახსენებთ, რომელზედაც მე სისტემატურად ვსაუბრობთ, როდის მივირთმევთ, რამდენს მივირთმევთ, რას მივირთმევთ. აღმოჩნდა, რომ ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია ვენების ჯანმრთელობისათვის. მაგალითად, დაუჯერებლად მოგეჩვენებათ, მაგრამ როდესაც შევადარებთ საღამოს დაძინებამდე 3-4 საათით ადრე რომ მიირთვა ადამიანმა საკვები და ადამიანი, რომელიც სისტემატურად სუყე ვახშამს მიირთმევს, გვიან ღამით, დიდი ულუფით. აღმოჩნდა, რომ ვენებზე დატვირთვა იზრდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწორედ ღამით ხდება კვება, რიტმისა და რეჟიმის დარღვევით ხდება, ულუფის დარღვევით ხდება და რაციონის დარღვევით ხდება. აღმოჩნდა, რომ ეს ხელს უწყობს ანთების გაღრმავებას. ეს ხელს უწყობს წყლის შეკავებას ორგანიზმში, საკვები ნივთიერებების გადამუშავების ხარვეს, რომელიც აისახება, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველა სისხლძარღვის მდგომარეობაზე და მათ შორის ვენებზეც. თუ ჩვენ საუბრობთ წყლის შეკავებაზე, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ წყლის არასაკმარისი მოხმარება ძალიან სერიოზული ტვირთია ჩვენი ორგანიზმისთვის ზოგადად, მაგრამ ვენებისთვის, სადაც
სისხლის შეგუბების, შეკავების, სისხლის შესქელების, შებლანტების, რაც მთავარია, თრომბების წარმოქმნის რისკი ავტომატურად დამოკიდებულია წყლის შემცველობაზე ჩვენს ორგანიზმში. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია. ზოგადად ორგანიზმში წყლის ნაკლებობა ხელს უწყობს იმას, რომ სისხლი იყოს უფრო ბლანტი. და მეორე მხრივ, თუ ჩვენ არასათანადოდ გვაქვს დატვირთვა, არასათანადოდ მოვიხმართ წყალს, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვებში, სადაც შეგუბდა სისხლი, ვენური სისხლი და წარმოიქმნა იმის წინაპირობები, რომ თრომბი ჩამოყალიბდეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გართულების და მათ შორის სისხლძარღვოვანი კატასტროფების რისკი მკვეთრად იზრდება. ასეთ შემთხვევაში წყლის ადეკვატური მოხმარება, ფიზიკური აქტივობის შესაბამისი გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ცხოვრების წესის შესაბამისი მოთხოვნილებების გათვალისწინება, ეს არის მნიშვნელოვანი ვენების ჯანმრთელობისათვის. კიდევ უფრო საყურადღებო გახლავთ მარილის და წყლის ბალანსი და ამ შემთხვევაში სუფრის მარილს გულისხმობ. განსაკუთრებით ჩვენ ვლაპარაკობთ სუფრის მარილის მოხმარებაზე 5 გრამზე ნაკლები რაოდენობით. ეს დაახლოებით 1 ჩაის კოვს გულისხმობს და სულაც არ ვარაუდობთ, რომ ჩვენ 1 ჩაის კოვს მარილს ვაყრით კერძებს. იგულისხმება ჯამური რაოდენობა 1 დღე-ღამის განმავლობაში გამოყენებული. და ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მარილის დაშლა, ის ნატრიუმის ქლორიდია და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ ნატრიუმზე. 2300 მილიგრამზე ვლაპარაკობთ ჩვენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გვჭირდება ამ მოხმარების შეზღუდვაც. განსაკუთრებით მაშინ, თუ არის რისკები უკვე ჩამოყალიბებული დაავადების. არა უბრალოდ ვენების პრობლემა, არამედ შეშუპება ვითარდება და წყლის შეკავებასთან ერთად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იმის რისკი, რომ რაც უფრო მლაშია საკვები, მით უფრო მაღალია წყლის შეკავების რისკი ორგანიზმში. ამას წყლის რეტენცია ქვია, მაგრამ თავარი ტერმინის ამახსოვრება კი არ არის, თავარი პრინციპია, რომ დიახ ჩვენ ვიცით, რომ არტერიების შემთხვევაში წნევა გაიზრდება მარილის შეკავების გამო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ვენების ჯანმრთელობა, რომლის მდგომარეობაზეც ასევე ახდენს გავლენას წყლისა და მარილის ბალანსი ჩვენს ორგანიზმში. ალკოჰოლი, ენერგეტიკული სასმელები, სხვადასხვა მასტიმულირებელი საშუალებების არარაციონალური გამოყენება. მე ამაზე დიდ დროს არ დავხარჯავ და თქვენ არ დაგაკარგვინებთ ყურადღებასა და დროს. ამის შესახებ ჩვენ ხშირად საუბრობთ, არა იმიტომ, რომ ამ პროდუქტების დამსახურებით ზოგიერთი წარმოქმნილი ნივთიერება ახდენს გავლენას სისხლძარღვებზე. დიახ, ასეც ხდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მაგალითად ამ ნივთიერებების დამსახურებით გაღრმავებული ანთებითი პროცესი, ორგანიზმში შეცვლილი მჟავატუტოვანი წონასწორობა, პროცესირებული პროდუქტების თანხლება ასეთი სასმელით. პროცესირებულ საკვებს ვაყოლებთ სწორედ ამ ტიპის სასმელს ძალიან ხშირად. განსაკუთრებით საყურადღებოა ზედმეტად გადამუშავებული, ანუ ულტრა პროცესირებული საკვები პროდუქტები, რომელშიც ძალიან ცოტაა საკვები ნივთიერებები, ანუ სასარგებლო საკვები ნივთიერებები, ბევრია კალორია. არის მნიშვნელოვანი აქ მარილის დიდი რაოდენობით გამოყენება და არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ცხიმების ძალიან არასწორი შერჩევა და ტექნოლოგიურად არასწორად დამუშავებული ცხიმის გამოყენება, ტრანსცხიმების გამოყენება, ბევრჯერ ადუღებული ცხიმების გამოყენება, სადაც მაღალია ონკოგენური ფაქტორების კონცენტრაციის რისკი, ისევე როგორც ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების, განსაკუთრებით შაქრის გამოყენება. და ეს ყველაფერი ანთებასთან ერთად, თავისუფალი რადიკალების წარმოქმნასთან ერთად გულისხმობს ჭარბი წონისა და სიმსუქნის რისკის ზრდას. ეს არის ის რისკი, რომელიც ყველა სისტემასთან ერთად არის ხოლმე განხილული ჩვენს გადაცემაში, მაგრამ როდესაც სისხლძარღვებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ვენებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ქვემო კიდურების ვენების დატვირთვაზე ვსაუბრობთ, წონას ჭარბი იქნება თუ მით უფრო უკვე ჩამოყალიბებული იქნება სიმსუქნის სახით, ამას აქვს უზარმაზარი დატვირთვა და ჩემი ახსნა არც სჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ სიმსუქნე ანთება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის დამატებითი ტვირთი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ყველა ქსოვილისთვის, ყველა ორგანოსთვის, განსაკუთრებით, როდესაც საუბრობთ ვენებზე, რომელთაც როგორც უკვე გითხარით, თავისი კუნთები არ აქვს და უზარმაზარი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ ქვედა კიდურებიდან
ვენური სისხლი, ანუ ჟანგბადისაგან ღარიბი, საკვები ნივთიერებები და ღარიბი სისხლი უკან ამოვტუმბოთ და გადავაადგილოთ გულისკენ. როდესაც კვებით შუქრინ შანთან ჩერდები, მე ვგულისხმობ მრავალფეროვნება საკვები პროდუქტებისა, რომელიც სიმბოლურად სამ ფერშია გადანაწილებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ გასათვალისწინებელია მაგალითად პომიდორში დაშიფრული ლიკოპენი, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ეს მნიშვნელოვანია ვენების ჯანმრთელობისათვის, დიახ, მნიშვნელოვანია. მაგალითად ჭარხალი, რომელიც არის ბუნებრივი აზოტნაერთებით მდიდარი ნიადაგიდან ამოტანილი მარილების სახით. ეს მნიშვნელოვანია ვენების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დიახ, აღმოჩნდა, რომ ჭარხალში არსებული ნივთიერებები, მათ შორის ბეტაინი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისხლძარღვთა კედლებზე, მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ ვენების კედლებზე. მე გავაგრძელებ ამ ჩამონათვალს და ახლა გადავინაცვლებ ეკრანთან, სადაც თქვენ აუცილებლად გაგახსენდებათ ომეგა-3-ზე ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე, როგორც ანთების ეფექტის საწინააღმდეგო მოქმედების პროდუქტზე და ამავე დროს მას შეუძლია თრომბოზის რისკი შეამციროს. გვჭირდება ასეთი თვისებები ვენების დასაცავად, ძალიან გვჭირდება. ამიტომ ომეგა-3-ის მდიდარი საკვები პროდუქტები, რომელსაც თქვენ ხშირად ხედავთ ხოლმე ეკრანზე და რომელთა შორის გასათვალისწინებელია ცხოველური და მცენარეული წარმოშობის კომპონენტები, ეს ყველაფერი არის ვენების დაცვისათვის. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომელიც ვიტამინებს უკავშირდება. პირველ რიგში გამოვყოფ C ვიტამინს. C ვიტამინი სისხლძარღვებისათვის უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს. მას შეუძლია კოლაგენის და ელასტინის წარმოქმნაში მონაწილეობა. შეუძლია კი არა, ის გადამწყვეტი კომპონენტია და ამიტომ, როდესაც სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, C ვიტამინის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს პროდუქტები უნდა გავითვალისწინოთ ყოველდღიურ რაციონში და ჩვენ არ გვჭირდება მექანიზმების დამახსოვრება, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ იმის გათვალისწინება, რომ ამ პროდუქტების ყოველდღიური გამოყენება გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ დავიცვათ სისხლძარღვები. მოდით გავაგრძელოთ ჩამონათვალი და აღმოვაჩინოთ, რომ სხვა ანტიოქსიდანტები, მოგეხსენებათ, C ვიტამინი ანტიოქსიდანტია, E ვიტამინი, რომელიც კარგი ცხიმების გამოყენებისკენ გვიბიძგებს. დიახ, თუ ჩვენ გვინდა შევივსოთ ორგანიზმში E ვიტამინზე მოთხოვნილება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ კარგი ცხიმები, რომელიც არის ამ შემთხვევაში ჩვენ სლაიდზე მითითებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტები, რომელთა ყოველდღიური ჩართვა რაციონში არის, რა თქმა უნდა, ორგანიზმის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც, ასევე ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე ნივთიერებების ძალის გაძლიერება, მაგრამ როდესაც ჩვენ ამ შეხამებას C ვიტამინთან ერთად ვიყენებთ, ეს სისხლძარღვების დაცვას მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს. D ვიტამინის როლი მინდა გაგახსენოთ, D ვიტამინის, რომელსაც უზარმაზარი წვრილი მიუძღვის თანამედროვე რეალობაში, ანთების მართვაში, სხვადასხვა სისტემის მდგომარეობაში, სისხლძარღვების დაცვაშიც კი როგორც ირკვევა და ამიტომ D ვიტამინის ჩართულობა ყოველდღიურ რაციონში მნიშვნელოვანია. მოდით გავიხსენოთ, რომ ჩვენი ორგანიზმის დაცვისთვის მნიშვნელოვანი გახლავთ საერთო დაცვა მცენარეული ბოჭკოს გამოყენებით. მცენარეული ბოჭკო, რომელიც არის ერთგვარი ცოცხი ჩვენი ნაწლავისთვის და ის არის ბოსტნეულშიც, არის ხილშიც, არის მარცვლეულ ბურღულეულში. მოდით სწრაფად გავყვეთ ამ ჯგუფებს. რატომ არის მნიშვნელოვანი ამის ცოდნა? მცენარეული ბოჭკოს სისტემატური გამოყენება ჩვენ გვიცავს ყაბზობისგან და ყაბზობა გახლავთ ერთ-ერთი რისკ ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დატვირთვა ქვედაკიდურების ვენებზე გააძლიეროს. როდესაც ჩვენ საუბრობთ ნაწლავის ჯანმრთელობაზე, ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ამ ნივთიერებებში, ანუ ამ პროდუქტებში, ხილში, ბოსტნეულში, მარცვლეულ ბურღულეულში დაშიფრული სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და ეს ყველაფერი თავს იყრის ჩემი მიერ ჩამოთვლილი პროდუქტები, თავს იყრის იმ წონასწორობაში, რასაც ქვია ჩვენი 5 კომპონენტიანი თეფში, ანუ სულ ცოტა 5 ჯგუფი, სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტების გაერთიანებით, სადაც ჩვენ ვგულისხმობთ ყოველდღიური რაციონის გაყოფას ბოსტნეულის და ხილის სასარგებლოდ, სულ ცოტა ნახევარი, როდესაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ამავე დროს ვენების დაცვისთვის, როდესაც მრავალი კვლევა ჩატარდა, რომელი კვების მოდელი იქნებოდა ყველაზე უპრიანი, ყველაზე კარგი, ყველაზე ეფექტიანი, აღმოჩნდა, რომ ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მეტად რეკომენდებული. ეს არის ის წონასწორობა, რომელიც, რა თქმა უნდა, აი ამ ჯგუფის პროდუქტებსაც აერთიანებს და იცავს პრინციპს, როდესაც არა წითელ ხორცზე, არამედ სწორედ
სასურველ ცხიმებსა და ცილებზე არის ყურადღება გამახვილებული, სადაც ყოველდღიურ რაციონში დიდია წილი ბოსტნეული სხილის, ასევე მნიშვნელოვანია ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის ჩართულობა, ზღვის პროდუქტების გათვალისწინება და წითელი ხორცი და ტკბილეული, რომელიც ნამდვილად დიდი დატვირთვა სისხლძარღვებისათვის, როგორც წესი ამ პირამიდის მწვერვალში იყრის ხოლმე თავს. და წონასწორობა, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მიღებული და დახარჯული ენერგიის წონასწორობა. რატომ გვჭირდება ამის გათვალისწინება? თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ბალანსზე, წონასწორობაზე, ჯანმრთელობის შემთხვევაში და კვების შემთხვევაში, მაშინ ენერგიის ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია ვენებისთვის. როდესაც ჩვენ მიღებულ და დახარჯულ ენერგიას ვადარებთ, თუ ყოველთვის მიღებული ენერგიის სასარგებლოდ იქნება ეს წონასწორობა, ჩვენ მივიღებთ ჭარბწონას და სიმსუქნეს, რაც ტვირთია ჩვენი ვენებისთვის. მაშინ, როდესაც ვენების დასაცავად ჩვენ გვჭირდება სწორედ იდეალური ბალანსის დაცვა, სადაც მიღებული და დახარჯული ენერგიის შესაბამისობა იქნება დაცული და კიდევ ერთი ნაწლავის ჯანმრთელობა. თქვენ ფიქრობთ, რა შუაშია ვენები და რა შუაშია ნაწლავის ჯანმრთელობა? მიკრობიომი და მიკრობიოტა, რომელიც ხშირად არის განსაზღვრელი ჩვენს ორგანიზმში მთლიანად ამინდის, განსაზღვრავს არა მარტო მაგალითად ონკოლოგიურ რისკს, არა მარტო გულსისხლძარღვთა დაავადებათა რისკს, არა მარტო ორგანიზმის დაბერების ტემპს, ჩვენი ცხოვრების ხარისხსაც კი, არამედ განსაზღვრავს სისხლძარღვების მდგომარეობას და მათ შორის ვენების მდგომარეობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც იმ მცენარეული ბოჭკოს გამოყენება ყაბზობის თავიდან ასაცილებლად, იმიტომ რომ დავიცვათ ვენები. უცნაური ჯაჭვია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, უკვე დასაბუთებული. დღეს მე ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.